მე ვარ ნიცა დიასამიძე 10 წლის. სწავლობ მეგა სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ცურვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. 6 წლის რომ გავხდი, 2 თვით შევედი ხატვაზე და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ დრო არ მყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ეხარჯება თამაში და კითხვაში. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანებს და ბუნებას. ჩემთვის ყველაზე რთულია ადამიანის თვალის დახატვა. ყველაზე მარტივია სახლის დახატვა. მე როცა გავიზრდები, ავაშენებ ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი მინდა იყოს მდინარის პირას, იქნება ორსართულიანი და ნაცრისფერი. სახლს ექნება დიდი ეზო, ეზოში იქნება აუზი და კარგი მანქანა. ჩემი აზრით 25 წლის როცა გავხდები, ვიყიდი შავ მერსედესს. თუ მე ვერ ვიყიდი, მიყიდის მამიკო. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ბებია და ბაბუა. მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. დედის ერთობაში კარგი ის არის, რომ დიდ ყურადღებას მაგცემენ და ყველაფერს მისურვებენ. ცუდი ის არის, რომ ხან-ახან მოწყენილი ვარ და არავინ არ მეთამაშება. ჩემი საყვარელი თამაშებია და ხუჭობანა და ფრენბურთი. მამიკო არის კეთილი, მხიარული და შრომის მოყვარე. მე ვარ მისი პრინცესა და ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, დახვეწილი და განათლებული. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნია დოლიძე. ყველაზე ჭკვიანია მარიტა გიორგაძე. ყველაზე მშვიდია ლილე ქობულაძე. ყველაზე თელქია და ჩიჩხატარაშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, მეგობრული და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ლია საგინაძე. იმიტომ რომ ის არის კეთილი, ლამაზი, მშვიდი, კარგად ხსნის გაკვეთილს და გვეხუტება ყველას. ჩემი აზრით ლიკა მასწავლებელი ყველაზე უფრო მიყვარს. პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული, მაგრამ ძალიან მომწონს სპორტგამცილებლობა. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მზარეული. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. სხვათა შორის ხშირად მიფიქრია მოდელებაზე და მსახიობობაზე. სიამოვნებით ვითამაშებდი ბელატრიქს ლესტრეინჯის როლს ჰარი პოტერის ფილმში. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. ჯადოს ნურჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი კეთილი ჯადოქარი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნიცა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ნიცა დამარქვავებომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნიცა რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლილე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ჰობი? მაგალითად, ჩემი ჰობია ცურვა. 1 წელია დავდივარ ცურვაზე და ეს სპორტი ძალიან მომწონს. შესვლამდე ვიცოდი ცურვა, მაგრამ არასწორად ცურავდი. ჩაყვინთული ხელები უნდა გაშალო, ან უნდა ამოძრავო, მაგრამ მე ხელებს არ ვიყენებდი და უბრალოდ ფეხებს ვაქანებდი მარტო. მასწავლებელმა თავიდან მოგცა დაფები და მაგალითად გვეტყოდა 5 ჯერ გააკეთეთ ფრასი. ახლა იმდენად კარგად ცურავ, რომ მეც მიკვირს. მინდა ისე კარგად ცურავდე, ვინმე რო ეხჭობოდეს გადავარჩინო. ისე ცურვაში ბათუმის ჩემპიონობაზე არ ვეტყოდი უარს. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ფუმფურა ლეკვი. საჩუქრები ძალიან მიყვარს, ამიტომაც მიყვარს დაბადების დღეც და ახალი წელიც. თოვლის ბაბუას ჩემთვის სულ მოაქვს საჩუქრები. შარშად მაგალითად მომიტანა საბრანჭაოები. წელს მინდა მომიტანოს აიბადი. ჩემი აზრის თოვლის ბაბუა არის 80 წლის. მისი ნამდვილი სახელია ნუგზარი. ბედნიერება არის მოგზაურობა, ცურვა და ზედასაუმას ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.